მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ლეგენდები არ კვდებიან. დღეს ყავს ძალიან ძვირფასი ადამიანი სტუმრად და თან ამავე დროს პირველად ქალბატონი ამ გადაცემაში. ნანა ცინცაძე. როგორ ახართ გენაცვალე? მოგესალმებით ჩემო საყვარელო, მიხარია შენი ახალი გადაცემა, შენი ახალი რუბრიკა. მიხარია რომ მართლა საინტერესო ადამიანებს წარმოაჩენ და ლეგენდები მარად ცოცხლობენ, მე არ ვიცი რამდენად ვარ ლეგენდა, მაგას არ აქვს დიდი მადლობა, მაგრამ აი მართლაც რეალურად ლეგენდები არასოდეს რეალურადაც არ უნდა ხდებოდნენ. როგორი ბავშვობა გქონდათ? გადასარევი, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. დავიწყებთ იქიდან, დაბადებიდან ძალიან ცელქი ვიყავი და ამავდროულად მავნე. მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან შეად ვიყავი მიზეზი სხვა ბავშვების ატირების. მაჩერებდა წიგნი. თუ მიკითხავდნენ წიგნს, ყველანაირი ცალკობა მავეწყდებოდა. ეს ზღაპრებს გულისხმობთ თუ ზოგადად წიგნებს? ზოგადად წიგნები მიყვარდა ძალიან, ერთმანეთთვის გამართულად ლაპარაკობდი და გვეტყველებდი და უკვე დედის დამსახურება რა თქმა უნდა, რომ დაბადებიდან უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად და 3 წელსამ ვიცოდი არსენა მარაბდელი პოემა. ცოტა დაუჯერებელი არის, მაგრამ აი დაუჯერებელია, არა, შენთვის კი არა, ეს რომ უამრავი არ ყოფილიყო ამისი თვითმხილველი და ეს რო არ იცოდეს მართლა ყველამ, დაუჯერებელია, თუმცა მე ამასაკიდან უფრო ადრეს ჩემი თავი კარგად მახსოვს და მახსოვს როგორ დამაყენებდნენ და თავიდან ბოლომდე მათქვეყნებდი ხომ ამ ლექსს. მეც ვიდექი ჩემი აი ამ გაწეწილი წითელი თმებით, უამრავი ჭორფლით და ვამბობდი არსენა მარაბდეს, რომ შაერ სიტყვით ამესწრებ, როგორ ახსენა ღმერთი. ეს ლექსებისადმი დამოკიდებულება ბავშვობიდან იყო თუ? ახლა სიყვარული გითხარი კიდევაც ეს მოდის ოჯახიდან, მოდის მშობლებიდან. საკმაოდ ინტელექტუალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩვენთან პრიორიტეტი იყო წიგნი, ძალიან ბევრი ძმა მისმენ ხოლმე, რომ როგორ ცხოვრობდნენ, თუ როგორი ნივთები ჰქონდათ, ამდენი მეცნდება ამ თემაზე. ჩვენ ასეთი მომენტები ნაკლებად იყო ჩვენთან და არც იყო ინტერესების სფეროში. ჩვენთან ძირითადად იდგა აი გონებრივი საკითხები, ახლა დედაც იურისტი იყო, მამაც პაპას პეტერბურგში ჰქონდა და განათლება მიღებული ბაბუა პროკურორი და ასე შემდეგ და ამდენად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სწორედ ბავშვობიდან ეტყობა განვითარების ფაქტორი და მე უკვე როცა გავიზარდე, ბევრად უფრო მერჩია პროზა. აი თავიდანვე ჩემმა გონებამ დაიწყო ამორჩევითი მეხსიერებით დიფერენცირება ლექსების გარჩევა პოეზიისგან, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. ჩემმა გონებამ პოეზია მიიღო დღემდე არ ვიცი, ვერ გეტყვი, მათემატიკის დონეზე, იმიტომ რომ მათემატიკა ჩემთვის ყველაფერია და ლექსები დღესაც არ მიყვარს. აი ასეც ლექსს დავარქვებ. გავარჩევ პოეზიისგან. საინტერესო კითხვა მაქვს, ცოტა შეიძლება ინტრიგნულიც, ყველა მე სტუმარს ვეკითხები ხოლმე, რომ საქართველოს საკმაოდ ნიჭიერი ხალხი ვართ, ხო და? ნამდვილად. რატო არ ფასდება ადამიანი, სანამ მაინც არ გადაიცვლება ყველა ჯვარი წერია? არც გარდაცვლილი ფასდება დიდად და ან შეიძლება დაფასდეს არასწორად, ახლა უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ასეთის, მაგრამ რა გითხრა, იცი, ჩვენ პატარა ერები ვართ, ჩვენთან ყველა ლიდერი და ყველა მეფეა და მეფისთვის აღიარება იმისი, რომ ვიღაცა შეიძლება შენზე მეტი, შენ თუ მეფე ხარ, შეიძლება იყოს საერთოდ იმპერატორი და ასე შემდეგ, ძალიან რთულია და უჭირთ ამისი აღიარება, იმიტომ რომ ყველა პირველია და მეორე არავინ არ არის. ხო, საინტერესო პასუხია. კი ბატონო. სიყვარული რა არის თქვენთვის? სიყვარული ღმერთია, თვითონ გვეუბნება უფალი და თუ სიყვარული ღმერთია, ესე იგი სიყვარული ყველაფერი ყოფილა და არის კიდევაც. რის გარეშეც არაფერს აზრი არ აქვს. რაც არ უნდა გააკეთო თუ იმას სიყვარულით არ აკეთებ, უბრალოდ აი წყალი რომ აადუღო ჩაისთვის. აი ეს თუ არ არის სიყვარული გაკეთებული, ჩათვალე რომ მას ძალიან ბევრი აკლდება. ასე რომ ყველაფერი რაც ამ ქვეყანაზე არსებობს, ალბათ უსულოსაგნებიც კი, ყველაფერი თუ სიყვარულის ქვეშ არის გაერთიანებული, უკვე წარმატების და რა ვიცი, შენი ბედნიერების საწინდარია. წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა განსაკუთრებით საქართველოში? გოთვერნობით და ახლობით. ჩავსვა თუ სახაძე. არა, ეს აუცილებლად. თუ შენ მეტყვი ხა დავანებო თავი რომ სხვანაირად აღწევენ საქართველოში რამეს, მისაუბრები არა ვარ. არა, მოდესტი პირდაპირობით
არ ველოდებოდი დავდივართ. ყველაზე მძიმე მომენტი რა ქონიათ ცხოვრებაში? აი ბავშვობა მკითხე, ჩემი საოცრად ლაღი ბავშვობის მერე უცებ მოხდა რომ დადგინდა რომ ვარ ფეხმძიმე და მაქვს ფიბრომა და მოკლედ სიკვდილის ცოცხლის საკითხი იდგა ჩემი დღის ეს რიგში. დიდება უფასრო გადავრჩი, თუმცა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ამ ფაქტმა. ჩემ ცხოვრებაში 8 თვის განმავლობაში მქონდა დეპრესია, ყოველდღე მდგიოდა გული, თუმცა წარმოიდგინე ეს არავის არ გაუგია არც ოჯახში, არც ოჯახის გარეთ და მაინც ვთვლი რომ ძირითადად ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ტრამარისმგლებს ვჭირთ მოგხსენებათ თესემარა ჩვეულებრივად შემოიტანა ეს მცნება, ანუ მარტოს უგლებს. თქვენ ცხოვრებაში რა შეცვლით? დავტოვებ ამას შემთთვის რა შევცვლიდი, იმიტომ რომ ეს იმდენად საკრალურია, რასაც მე შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში, რომ მე მინდა რომ ეს ჩემთან იყოს. საზოგადოდ არ ეთქვის ეს. არა. მაშინ განსაკუთრებული საჩუქარი. რაც უჩუქებიათ. რაც დაგამახსოვრდათ. ყველაზე დიდ საჩუქრებს ღმერთი გვიკეთებს და ნიჭი რომელიც ღმერთმა მისახსოვრა და რითაც მოვედი ამ ქვეყნად, ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ქვეყნად რაც მე მიღია. თქვენ განვლით ცხოვრებას როგორ შეაფასებთ? არაჩვეულებრივი გამოფენა გამახსენდა. ქვაროა და ის ბოლოს რომ თავდება ფინალში რომ შენ მაინც გააკეთეო და მე ამ ქვისგან გავაკეთებ და აფრენილი როა. მე იმ ქვას ვუყურებ ახლა, ვხედავ და მინდა ვიყვე რომ მე ამ ქვისგან გავაკეთებ. ჩემ განვლით ცხოვრებას შევაფასებ იმ მომავლით, რომელიც უნდა გავაკეთო და რაჯერ არ გამიკეთებია. კი ბატონო, თან ყველაფერი წინ გაქვთ რაც. კი, ჯერ პატარა ვარ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. კი, ეგრეა. კი, წითური გოგონა. თავისუფლება რას ნიშნავს თქვენთვის? აბსოლუტურად ყველაფერს. ადამიანი, რომელიც თავისუფალი არ არის, ვერაფერს ვერ შექმნის. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ შენ ხარ რეალურად აი ამ სიტყვის პირდაპირ გაგები თავისუფალი. სპარტაკი იყო მონა და ის იყო ყველაზე თავისუფალი ადამიანი. შეიძლება ადამიანი ბორკილებში იყოს ყველაზე თავისუფალი და შეიძლება იყოს აბსოლუტურად თავისუფალი სივრცეში და თავისუფლების აზრზეც არ იყოს რა არის. უკომპლექსობა არ ნიშნავს თავისუფლებას. ადამიანს გარკვეულწილად დაუცება სჭირდება ის გარკვეული რაღაც კანონზომიერება, რითაც უნდა იცხოვროს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩემი სული არის თავისუფალი, მე იმდენად შემიძლია უფრო კარგად ვინავარდო ცაში და ასტრალში. თავისუფლებაზე ლექსი გექნებათ აუცილებლად. იცი რა, იმდენად მაგარი ლექსი აქვს დაწერილი ამ თემაზე შანდორ პეტებს, რომ მე გონი რომ ეს ლექსი უნდა გითხრა თავისუფლებაზე. ისმენთ ყურადღებით. სალოცავ ხატად ორი რამ მინდა. თავისუფლება და ტრფობა წმინდა, ყველა ოცნება მისრულდება გულს სიყვარული, თუ მიქცევს ფერფლად, მაგრამ თუ მომთხოვს თავისუფლება, ამ სიყვარულსაც შევწირავ მსხვერპლად. აი როგორ უნდა თქვა ამაზე კარგად, როგორც შანდორ პეტეფმა ბრძანა. კარგია, რაც კარგია. ის ვიცით რომ იტალიაში ერთად ვიყავით და კარგი დრო ვატარეთ და კარგი მოგონებები გვაქვს. ძალიან კარგი. მაგრამ კიდევ სხვა ქვეყნებში რა გაგონდებათ ისე კარგად დასამახსოვრებლად? გიждები მოგზაურობაზე. სულ ამბობ შემიძლია თვითმფრინავის ფრთაზე ჩამოკიდებულმა ვიცხოვრო მეთქი იმდენად მიყვარს. ყველა მოგზაურობა ნებისმიერ ქვეყანაში წარსვლა, თუნდაც მეორედ, მესამედ, ჩემთვის რაღაც ახლის აღმოჩენა, მე იქ აბსოლუტურად ვისვენებ. თითქოს გამოდივარ ჩემი სხეული და რაღაცა სხვა განზომილებაში შევდივარ და ვცდილობ რომ დავტკბე ყველაფერი იმით, რაც შეიძლება რომ იქ ვნახო აუცილებლად, იცი შენ ახლა ჩემი კარგად იცი ხასიათი, მე სულ ვეძებ შემეცნებითად რა ვნახო. მიყვარს აი მაღაზიებში არულიც, მაგრამ იმასთან შედარებით, როცა ჩადიხარ განსაკუთრებით მცირე დროით რომელიმე ქვეყანაში და შენ იცი რომ იქ რა შეიძლება რომ ნახო, რა შეიძლება რომ შენი ვიზუალური შემეცნებით წამოიღო იმ ყველაფრიდან, ხო? არ ვიცი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და კარგად იცი შენც და ჩვენ როგორი საოცარი სანახაობების მოწმენი გავხდით და რამდენად დასამახსოვრებელი იყო ჩვენი რომაული თუ პონზის არადეგები. კი. ეგ შეგიძლიათ ჩემს YouTube-ზე შეხვიდეთ და იქ ნახოთ მეგობრებო. ეგ ყველაფერი. კურიოზების სცენაზე და ცხოვრებაში მაგალითად ესეთი მომენტები, უხერხული სიტუაციებიდან რომ გამოსულხართ ან ლექსით გამოსულხართ ან ასე შემდეგ რა ყოფილა? პირველ რიგში გეტყვება, ხო ხშირად ხდება რომ რაღაცა მავიწყდება ლექსი და იქვე ვწერ თქმის დროს რომ არ გავჩერდე და ხანდახან ხდება რომ YouTube-ზე ას რომელიმე არხზე ვისმენ და უშუალოდ ჩემ ლექსს და მე თვითონ ვერ ხვდები რა რითი მაქვს ვაგზელებული.
იდგინე რომ მომენტალურად ჩემი გონება მუშაობს ძალიან სწრაფად და ახლი დამწერ ამ ყველაფერს ისე რომ ვერავინ ვერ ამჩნევს ჩემს მეტი. უამრავი კურიოზია ცხოვრებაში, თვითონ ცხოვრება მოგეხსენება კურიოზი, ძალიან ბევრი რამის გახსენებაც დავესწავათ ცხადია შეიძლება. ერთ მომენტს გავიხსენებ, საწყალი ზურა დოვიჯა ცოცხალი იყო, ძალიან ახალგაზრდები ვართ, წასულები ვართ ზღვაზე, ნიშა ზაქარიაშვილმა ცურო არ იცის, დათრნენ ბიჭები, მე მოგეხსენება მუდმივი ფხიზელი ვარ, იმიტომ რომ არ ვსვავ. ხო და ნუ მიშა მეუბნებოდ გადავცურო ლამაშიო, დედამისმა ლორინდამ ჩამაბარა გრამობით. შვილები და რა ლამაშინო გადაცუროს, ხო და? არა მიშა მე ვთხარ სახში ავიდეთ მეთქი და არა უნდა წავიდე გადავცურო. კაი ერთ-ერთ შემთხვევაში ამოვალო სახში, თუ შენ გოძე დავწვევიო, მე ვთხარი ბაზარი არის, პაჟალოსტა მე ვთხარი დაწვევი. მე მაცვია რაღაც საღამოს კაბა, მიშას მართლა ბაბოჭკით აცვია რაღაცა ესეთი რაღაც საღამო იყო და იქითკენ კიდე ჩემი პატარა შვილი წევს. მიშაზე მიკიდია ხელი რო არ გამექცეს და აი ესეა კაბით, იმით გძინავს და დილა და მაგარ პახმელიაზე გამოდის ზურა, თქვა ლუდი უნდა თუ რაღაცა დაგვინახა უცბა და ვატო ეს რა ხდებაო და აღარ ლუდი მინდა არაფერი პირდაპირ გამოვედი პახმელიაზე. ნუ რა თქმა უნდა ბევრი რამის მოყოლა შეიძლება ცხოვრება იმით არის საინტერესო რომ სხვადასხვანაირი მომენტებისგან შედგება და ძალიან დიდი მადლობა იმ ცნებას რასაც სიცოცხლე ქვია. სიცოცხლეზე ლექსსაც მოვაყოლებთ ახლა ეჭვი მაქვს სიცოცხლეზე იმიტომ რომ ზოგადად მე ვიცი რომ ყველაფერზე გაქვს შექმნილი აბსოლუტურად მე მგონი სიტყვა არ არსებობს რომ ლექსი არ გქონდეს მე ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი პონზაში 8 დღე ვიყავით თუ რამდენი დღე ვიყავით ყოველ დღე ახალ ლექსი იქნებოდა ყოველ დილით აბსოლუტურად სიტყვას ვიტყვით იმ სიტყვაზე იწყებოდა და იქნებოდა ლექსი და დარწმუნებული ვარ რომ ნახავენ რომ ნანა ცინცაძე არის დღეს ჩვენთან სტუმრად ელოდებიან რომ რაღაცა ესეთი ლექსების შესთავაზოთ. ნუ რა გითხრა სიცოცხლეზე ერთი ფრაზა გამახსენდა ასეთი რომ ასე მთავრდება ერთ-ერთი წიჩემი ლექსი ბევრად დამცხრილეს ფენიქსივით მაინც ახსდექი და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი რაც დამჩენია თქო ცხოვრების ყველა წამი და ყველა წუთი ეკუთვნის სიცოცხლეს და ალბათ ყველაზე ძვირფასი რაც ამ ქვეყნად არსებობს ეს არის უფლისგან ნაჩუქარი ჩვენი სიცოცხლე. როგორ საქართველოში იცხოვრებდით? ვიცხოვრებდი მართლა რეალურად ბედნიერ საქართველოში, სადაც მთავარი პროფესიები არ იქნება იურიდიული, ჟურნალისტიკა, მომსახურეობის სფერო და ასე შემდეგ. დაიკარგა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც არის აუცილებელი ძლიერი და მყარი სახელმწიფოს შექმნისთვის. მარტო ჰუმანიტარების სახელმწიფოს ვერ შექმნიან და 1-2 თუ გამოგვერია ძალიან მაგარი აი ამ კუთხით რომ ტექნიკურად და გარბის საქართველოსთან. მე ის საქართველო მინდა, სადაც ჰარმონიულად იქნება განვითარება. მე ის საქართველო მინდა, სადაც ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს არცად გაქცევა არ მოუნდებათ, სადაც მატერიალურად ზუსტად ისე ვიცხოვრებთ, როგორც მოთხოვნილება აქვს ადამიანს. მოთხოვნილების მიხედვით და არა აი იმ საოცარი გაჭირვებით და უბედურებით, რასაც ჩვენ ვხედავთ. და კიდევ ერთი მინდა რომ ისეთი პოლიტიკოსები მოვიდნენ საქართველოს, ვისაც ეყარებათ სამშობლო და არა ფული და თავიანთი კეთილდღეობა. ძალიან სასაცილოა, რასაც დღეს ყველაფერს უყურებ და სასაცილოდ მიმაჩნია ისიც, რომ დღეს რომელიმე პარტიის აპოლოგეტი იყოს ადამიანი. თავიდან ყველა ეგრე არ მეხაც პოლიტიკოში გადავისვა, თავიდან ყველა ეგრე ამბობს ხოლმე რომ მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ბოლოს მაინც ნუ გეხვეწები ახლა ამას ვილაპარაკებთ. თავდება ხოლმე, ხო? რამდენად ამბიციური ადამიანი მზადებით? იცი რა თუ ადამიანმა შენ საკუთარი თავის ფასი არ იცი და არ იცი რა გინდა ცხოვრებისგან, ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ ამ პარტავნება როგორც გვეუბნება დიდი мама, ყველაზე დიდი ცოდვაო. ძალიან კარგად მახსოვს ფილმი ალ-პაჩინო ეშმაკის ადვოკატი. კი, ძალიან ძლიერი. და ნუ ხე ალ-პაჩინო ხო საოცრებაა და ბოლოს რო თავდება ეს პატი მოყარეობა. короче, ყველაზე დიდი ცოდვაა პატი მოყარეობით დადის ადამიანი. გესმის ეს არის და ხა შენ თავის ფასი იცოდე ვინ ხარ და იცოდე რა გინდა, ამის გარეშე არაფერი არ ხდება. მუზა თუ ყავთ კონკრეტული ან თუ არსებობს წვიმა, თოვლი, ამინძე თუ დამოკიდებული? არა ვარ ამით დამოკიდებული, ვარ განწყობაზე დამოკიდებული და ერთხელ კითხა, თვალშორის იბომ კითხა სოხაძემ, ალბათ რომანტიკული ხარ და ასე რო წერო და არა თქო საერთოდ აბა რანაირად წერო, რო წავედი მე თვალშორის ვფიქრობდი ამ თემაზე, მე თვითონ დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს არის წამის ემოცია. ეს ემოცია, რომელიც შენში შემოდის და რამდენთან ძლიერად გიბყრობს თავიდან ბოლომდე ემოცია, აქედან გამომდინარე უკვე იწერება ის ყველაფერი ისე როგორც იწერება. ბოლოს რა შექმნით?
რა დაწერეთ? ბოლოს გლისანდო რა თქმა უნდა ზეპირად არ მახსოვს ის ლექსი, იმიტომ რომ ხა როგორ მემახსოვრება, თუ შეეხება რაც შეეხება პოეზიას და რაც შეეხება სასიმღერო ლექსებს, ბოლო ორ დღეში დავწერე ია კოჩანტლაძის ახალი სიმღერისთვის ლექსი, დავწერე ალილოსთვის სიმღერა, მერაბ ვარდოსანიძისთვის ეს არის რამდენიმე დღის წინ ურსასთვის. ასე რომ ეს ბოლო მოკლედ ამდენი ხანი ერთმანეთთან ესე შეხვება გვაქვს ერთმანეთს პატივისცემთ და გვიყვარს ერთმანეთი და ჯერჯერობით ვერ შედგა ისე რომ მე ქალბატონი ნანას ლექსი ვიმღერო სიმღერა, მაგრამ მე მზად ვარ და გელოდები ვიცი რომ ქალბატონი ნანა მზათაულოდ მე რაღაც ჯამთელოს პატარ-პატარ პრობლემები მოგვარდება და ალბათ და შევქმნით ჩვენ ამ კვიზგან როგორც წეღან ამბობ. მაისში დაბადების დღე მაგ და ალბათ 31 მაისამდე ალბათ მოგვარდება პრობლემებიც და დაბადების დღის საჩუქრების კიდევ ლამაზ სიმღერას შევქმნით რა. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ლამაზად დაგვირგვინდება. 31 მაისი. ყუპები ჰოროსკოპი. დიახ, ყუპები. გაურებული ნიშანი. მისაბაძი ადამიანი თქვენთვის. მამა ჩემი იყო მისაბაძი ადამიანი, თუმცა ვფიქრობ, რომ რამდენიმეც ვფიქრდები დღეს, არა მისაბაძებმა ისეთები დაუტოვე შვილებს, რომ აღარ ილევა და ჩემ არა ყველაზე საყვარელო და ყველაზე კარგმა მამიკომ ალბათ ეს გონებრივი პოტენციალი დაგვიტოვა. ყველაზე თავარი არის ადამიანური ღირსებები და დაგვიტოვა ის ცნებები, რითიც უნდა გვეცხოვრა ისე რომ არ შეერწყოს მე შენი გაგლილი ცხოვრების. სანამ ამ პოეტობის თემაში ერთ-ერთ გადაცემას ჩემთან აღიჩეთ რომ პოეტი არა ვარ, მე ჩემთვის ავუწოდებო ესე მახსოვს. ნუ სხვა უნდა თქვას მეთქი კი. თუ სხვა რაღაც ესე იყო, მაგრამ სანამ პოეტობის თემაში იქნებოდით, იყავით ექიმი. ვიყავი ყოფილი პოლიციელები არ არსებობენ, ხო, ნუ რა თქმა უნდა. არა, ხო, მაგრამ ამ სფეროში ახლა ამჟამად არ ამჟამად არ მუშაობ, არ მოღვაწეობ, ასე ვთქვათ, მაგრამ მთელი ცხოვრება, ნუ ეს იყო ჩემი ყველაფერი აბსოლუტურად. ეს თქვენი ექიმობის უნარები დაგვეხმარა რომ გადარჩენილიყავი კუნძულზე. რო ვიყავით. ნუ პროფესია ხო ეს პროფესიაა. რადგან მედუზამ დაფსუსხა და რა ვიცი. და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ. ერთი-ორი ლამაზი ლექსი რო შემოგთავაზოთ, ისე ვერ დავასრულებ, რომ დარწმუნებული ვარ მაყურებელი ელოდება რა და ძალიან სიამოვნებით შემოგთავაზებ. ნებისმიერი რომელიც თქვენ გულსდასრულს გაუხარდება. ხო, კი ბატონო. ვიცი რა მშურს. არავისი არაფერი. ღმერთმა მისცეს ყველას მისი წილი. მე კი თავად ლექსის ერთი სტრიქონისთვის კიდევ ბევრჯერ გამიტყდება ძილი, კიდევ ბევრჯერ გამაღვიძებს წვიმის თქეში. გაზაფხულზე სისხლისფერი ყაყაჩო, თუ კი ვეღარ ავტირდები ფოფალასთვის საკუთარ თავს ამხელები დავახრჩობ, თუ გაქრება შენი ხილის მოლოდინი, დაუშენო შევიძელი ცხოვრება, გეფიცები, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, არავისგან არ მექნება ცხონება, ვიცი რა მშურს, არავისი არაფერი, ღმერთმა მოგცეთ ყველას თქვენი წილი, მე კი თავად, შენი ერთი კოცნისათვის კიდევ ბევრჯერ გამიტყდება ძილი. ბრავო. ეს თემაზე წეღარად შენი კითხე, რომ საქართველოში რატოაო რომ კი, დაუფასებლობა ხდებაო. ბუდი კიდე ერთი მაგ თემაზე ადამიანის წეღან თქვით პატიმოყარეობა, თქვით რაღაც გარკვეული ალპაჩინოს ეშმაკის ადვოკატი და რაღაც ეშმაკები გამახსენდა ცუდად. ჩაიქირქილა სატანამ და გააჩაღა ცეცხლი. არ მინდა კაცი სატანა დავწვათ პირველი კვერცხი. იქვე სხვა ეშმას ეძინავს ტაფ გაახილა თვალი, თავქვეშ ბალიშა დეფინა კაცის ხორცი და ძვალი. რას ამბობ? კაცსა ტომები უნდა ცოცხლობდნენ დიდხანს, რომ განუწყვეტელ ომებში მეფისტოფელი იშვას, რომ მოღალატე კაც უნდა ბოღმით დააგოს მახე. ერთურთის ხელით მოკლული უკვე რამდენი ვნახე. ეს ჩვენ არ ყიდით ერთმანეთს ქვესყნელი სურნელს ფიცავ, ერთია ჩვენი მევალი ერთმანეთს კერდით ვიცავთ, ჯეროდეს შეცდა უფალი, რომ გაიჩინა მსგავსი, ვინ ნახა თავისუფალი და გულმართალი კაცი. ვა, განსაკუთრებით ბოლო ორი ფრაზა ძალიან ისეთი იყო რა. უკონკურენტო ხარ რა, ჩემთვის უკონკურენტო ხარ ალბათ. არ დაგიმთავრებ ეშმაკებით, ერთსტროფია ლექს გეტყვი რომ გადავიდეთ მზეზე, მინდოდა მენახა მზის სხივის ქორწილი, ჯვარს როცა იწერდა გუბეში მთვარესთან, იმდენ ხას დამჭირდა, იმდენ ხას ლოდინი, თვალი მოღალატე, ღრუბელთან გამექცა. კარგია, რაც კარგია. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს? ვისაც უნდა რომ მაგალითად ამ სფეროში წამოვიდეს ლექსები წერა. რა სფეროში არ უნდა წავიდნენ? თავარია რომ იშრომონ. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო ადამიანის შრომის გარეშე არაფერი არ ხდება.
თავარია რომ იარონ სიყვარულით არ კონდეთ ბუღმა იშრომონ და იცოდნენ რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება თუ ამისი ძალიან დიდი სურვილი გექნება. სამომავლო გეგმები? რაღაცა გარკვეულ წიგნებს კაიხანია მუშაობ, მზადაც მაქვს და აი არ ვიცი ალბათ ეს ჩემი ცოტა უყურადღებობის ბრალია რომ აქამდეც გაიწელა და მინდა რომ ეს ყველაფერი დროულად გავაკეთო ამ წელს. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ მოგზადეთ. მადლობა შენ თორნიკე ჩემი მოწვევისთვის და ძალიან მინდა რომ წარმატებული იყო შენ საოცრად კარგი ადამიანი ხარ და ძალიან ნიჭიერი ხარ და მინდა რომ ის რეალიზაცია რომელიც გეკუთვნის საოცრად გქონდეს. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.